130-მდე ქართველი და უცხოელი მედიცინის სპეციალისტი თბილისში კონფერენციას ესწრება. საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მედეა 2013 ამ წუთებში იწყება. მედიკოსები 2 დღის განმავლობაში განიხილავენ თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხელშეწყობით ადგილობრივი სამედიცინო და საზოგადოებრივი და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. და ჩვენი კორესპონდენტი ლევან ფოჩხო აკვირდება კონფერენციის მიმდინარეობას. ლევან, მოგესალმები. კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ ურთიერთობების დასამყარებლად? თემატიკა საკმაოდ ფართოა, რომელსაც დელეგატები 2 დღის განმავლობაში განიხილავენ. საერთო ჯამში 130-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ესწრება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო ქორთიარ მარიოთში უკვე 1 საათია დაწყებულია. რაც შეეხება მის მიზანს, ეს გახლავთ უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების დახმარებით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარება. ქართველი თანამემამულე კოლეგები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს საზღვარგარეთ, გარეთ, ყველა ამათ აქ დიდი სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ხელი შეუწყონ ამ განვითარებას და ამისათვის აწყობს ჯანდაცვის სამინისტრო აი ესეთ შეკრებებს. მედეა 2013 ეს არის მესამე კონფერენცია, პირველი ჩატარდა ვაშინგტონში. ეს იყო ძირითადი მიზანი ამ კონფერენციის იყო ქართველი ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების შეკრება და ჩვენ გვინდოდა რომ მობილიზაცია გაგვეკეთებინა არსებული რესურსის ამერიკაში და ეს რესურსი წამოგვეღო საქართველოში და გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის. მიზანი არის იმ გამოცდილების გაზიარების ორგანიზება, რომელიც არის დაგროვილი ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების მხრიდან. ეს თანამშრომლობა ადრეც ხორციელდებოდა, მაგრამ ამ კონფერენციამ საშუალება მიცა, რომ უფრო თემატური, მიზანმიმართული და ორგანიზებული გამხდარიყო. მსგავსი ხასიათის ეს უკვე მესამე კონფერენცია არის, ის უკვე თბილისში იმართება, თუმცა თავდაპირველად 2011 წელს ის ვაშინგტონში გაიმართა. როგორც უკვე გითხარით, უკვე თბილისში იმართება და ის უკვე ხვალ დასრულდება. დიდი მადლობა სამედიცინო კონფერენციის შესახებ ლევან ფოჩხოს.